მოგესალმებით ჩვენს შემდეგ ეპიზოდში. სანამ გადავსტუმრის წარდგენაზე მინდა გითხრათ და ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რომ გასულ ხუთშაბათს, როგორც ჩვენს Facebook სოციალურ გვერდებზე აღვნიშნეთ, რიგი მიზეზების გამო ჩვენი ჩანაწერი გადავწყვიტეთ, რომ არ გასულიყო. მაგრამ დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი პოდკასტში ქრისტინესთან. ეს არის ადამიანი, რა თქმა უნდა, ემიგრანტი, რომელიც ძალიან აქტიურია, არის ძალიან მრავალმხრივი და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ეპიზოდი იქნება ძალიან საინტერესო. დღევანდელი ჩვენი სტუმარია კახი გიგაური. ძალიან დიდ მადლობას ვეთყვი კახის იმისთვის, რომ გამონახათ დრო და მოვიდა ჩვენთან პოდკასტში სასაუბროთ. ნაკლებად მეგულება ემიგრანტი, მით უმეტეს წლების ჩამოსული, რომელიც ადევნებს ირლანდიაში ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას თვალს და მან არ იცოდეს ვინ არის კახი, იმიტომ რომ ის ძალიან აქტიურია. ირლანდიიდან ეხმიანება საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესს და მეც სხვათა შორის აქედან ვიცოდი მის შესახებ და ჩავთვალეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ კახი არის ძალიან საინტერესო ადამიანი თქვენთვის გასაცნობად. გამარჯობა, მადლობა ძალიან დიდი მოწვევისთვის და იმ სიტყვებისთვის, რაც თქვი ჩემზე. გითხარით და კიდევ ვიტყვი მაყურებელთანაც, რომ ყველგან გამომწერი ვარ, ყველგან გასაბსკრაიბებ, ყველა ეპიზოდი ნახი მაქვს და ძალიან მომწონს დინამიკა იმისი, რომ ვითარდება და ყველა ეპიზოდი წინაზე უფრო საინტერესოა და აი ეთყობა აშკარად პოდკასტ და ძალიან მიხარია ისი ხო მაგას რო ამბობ ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია, რომ ამ პოდკასტის ნაწილი უკვე მეც გავხდი და გამოიწერეთ აუცილებლად. ხო, ეგ დამავიწყდა ძალიან გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ, აი ჩვენი არსებობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეგ ამბავი, აი სანამ დაალაიქებთ ან ყურებას დაიწყებთ, აი პატარა გამოწერის ღილაკია და იმას უცებ წამის მიასეთი ჭირდება, რომ თითი დააჭიროთ. კახი, აი ესეთი კითხვით დავიწყებ ძალიან მარტივი კითხვით, თუმცა არც ისეთი მარტივი კითხვით, ვინ არის კახი გიგაური? მე მგონი ყველაზე რთული კითხვა, რაც დღეს აქ დაისმება. მრავალმხრივი იდენტობა მაქვს შეიძლება ითქვას. კი, მრავალმხრივი იდენტობა მაქვს, მაგრამ პირველი და ერთ-ერთი ისეთი ალბათ პატარა ერებისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ჩემთვის მაინც პირველი იდენტობა, რაც ჩემთან თავში მოდის, არის ქართველი. ქართველი ადამიანი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ თუ კი რამეს აკეთებს, გააკეთოს იმისათვის, რომ მომავალში პოტენციურად საქართველო იყოს უკეთესი ქვეყანა. ადამიანები ვისთვისაც შეიძლება უფრო მეტად დედამიწა უფრო სახლია ვიდრე კონკრეტული ქვეყანა, ხო ვიცით ეს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები შეიძლება ვერ გაიგონეს, მაგრამ აი ქართველებს საქართველოს მიმართ ანუ სხვა მზეა საქართველოს, სხვაცაა საქართველოში და ამიტომ კახი გიგაური კიდე ერთხელ მოკლედ რო ვთქვათ, არის ქართველი, რომელიც ცდილობს, რომ უკეთესად იცხოვროს ვიდრე წინადღეს ცხოვრობდა. აი როდესაც წარდგენას აკეთებ დაუშვათ ირლანდიაში საკუთარი თავის. ესე წარადგენ ხოლმე? მაგ შემთხვევაში ალბათ უფრო პროფესიულ ნაწილში გადავალთ ხოლმე და მაგ მიმართულებითაც შეიძლება იყოს კითხვა. რეალურად ჩემი პროფესია ოფიციალურად არის საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი ვარ. და საზოგადოებასთან ურთიერთობა არის ჩემი მთავარი პროფესია. თუმცა რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, არც თუ ისე ცოტა 13 წლის წინ აღმოვაჩინე, რომ საქართველოში აღმოვაჩინე, რომ ჩემი რეალური პროფესია არის ახალგაზრდული მუშაობა, ახალგაზრდებთან მუშაობა. პროფესიას ქვია ახალგაზრდული მუშაკი, რაც ესე ცნობილი არ არის საქართველოში ამ ტერმინით, მაგრამ youth worker, ანუ ევროპაში, ამერიკაში აბსოლუტურად ჩვეულებრივი პროფესია. და აი გააჩნია რა მიმართულებით, ანუ ეხლა მუშაობ ერთ-ერთ ორგანიზაციაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში, ახალგაზრდული იდეა, სადაც უფრო ძირითადად ახალგაზრდებთან მიმართებაში ვარ და იქ თუ მეკითხება ვინმე რა თქმა უნდა ვამბობ, რომ ახალგაზრდული მუშაკი ვარ, თუ მეკითხებიან უფრო ასევე ვმუშაობ ირლანდიურ კომპანიაში Live to Live Landscapes საზოგადოებასთან ურთიერთობითა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ვარ და ამ მიმართულებით თუ მეკითხებიან, უფრო ვეუბნები, რომ PR სპეციალისტი ვარ. აი ეს როდესაც გადაწყვიტე, რომ საქართველოდან წამოსულიყავი და გამხდარიყავი ემიგრანტი. რა დატოვე საქართველოში პროფესიული კუთხით მაინტერესებს, აი ზუსტად რო ჩავშალოთ. რისი დატოვე მოგიწე, იმიტომ რომ შენ მე ვიცი, რომ ძალიან აქტიური ადამიანი იყავი საქართველოშიც და ესე უბრალოდ რაღაცა რუტინული სამსახური მივატოვე და წამოვედი არ იყო? არა, ნამდვილად არ იყო ესე. აი იქამდე გეტყვი 3 წელი მე 4 წელია, მაგრამ ესე რომ დავყოთ 33 წლის ვარ. 30 წელი მაქვს გატარებული საქართველოში, უხეშად რო ვთქვათ და 3 წელი ირლანდიაში.
და აი მეათედი მაქვს ფაქტობრივად გატარებული ირლანდიაში და დანარჩენი მთელი ჩემი ცხოვრება არის ჯერ კიდე საქართველო, ვერ ვიტყვი იყო, იმიტომ რომ არის საქართველო. რაც შეეხება რა დავტოვე, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, აი ბოლოს 3 წლის განმავლობაში სანამ წამოვიდოდი 2019-დან 22 წლამდე ვმუშაობდი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში, ეს არის ორგანიზაცია ახმეტის მუნიციპალიტეტში და ვიყავი ახალგაზრდული პროექტების მენეჯერი. ჩვენ მუშაობდით ძირითადად ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის რეგიონშიც, მაგრამ უფრო ახმეტის მუნიციპალიტეტში და ჩემი მთავარი მიმართულება იყო ახალგაზრდები და ჩვენ მუშაობდით ზოგადად ახმეტის მუნიციპალიტეტი არის ძალიან მრავალფეროვანი. იქ ცხოვრობენ ქრისტები, ოსები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ქართველებშიც მათ შორის ხო ვარდხევსურები, არიან კახელები, ფშავლები, თუშები, ანუ ძალიან მრავალფეროვანია შესაბამისად. აი ეს მე ვფიქრობ რომ ძალიან გამიმართლა. რომ ახალგაზრდებთან როდესაც მუშაობდი, პანკისში რო ავდიოდი, სხვა კახი მივდიოდი, იმიტომ რომ სხვანაირად უნდა ილაპარაკო. არ აქვს მნიშვნელობა, ანუ იქ ქისტები არიან თუ ქართველები, იმიტომ რომ პანკისში მხოლოდ ქისტები არ ცხოვრობენ, ყველას გონია რომ მხოლოდ ქისტები ცხოვრობენ. პანკისში ცხოვრობენ ფშავლებიც. იმ ფშავლებთანაც ალვანში რო ჩავდიოდი თუშებთან, იქ სხვანაირად ვლაპარაკობდი. აი ახმეტაში რო ხდებოდი, იქ სხვანაირად ვლაპარაკობდი. და რამდენად გამოგადგა ემიგრაციაში? იცი სიმართლე რო გითხრა, გარკვეულ ეტაპზე გამომადგა. იმიტომ რომ აი ეს განსხვავებული კულტურა, ეხა ირლანდიაში რო ჩამოვდივართ, კი რაღაცა მსგავსებებს ხედავთ ქართველებთან. ალბათ რაღაცა თუნდაც აი ისტორიული გამოცდილებიდან ისინი იბრძოდნენ სულ საკუთარი იდენტობის გადარჩენისთვის, ჩვენ სულ ვიბრძოდით, მე ცოტა რაღაცა აღნიშნვის დროს დალევა ამათას უყვართ და ჩვენც გვიყვარს რაღაცები, მაგრამ კულტურულად მე შოკში ვიყავი, აი კულტურული შოკი მივიღე. ერთხელ იყო, როდესაც გადმოვდი ვცხოვრობდი ჩრდილოეთში. ანუ ვინც დუბლინში ცხოვრობს, იცის ჩრდილოეთის და სამხრეთის განსხვავება. სამხრეთში მოვხვდი ალბათ რამდენიმე დღის მერე ქუჩაში. და სრულიად უცხო ადამიანები, აი ეს მოხუცი, ანუ ასაკოვანი წყვილები სეირნობდნენ და მესალმებოდნენ და მეკითხებოდნენ როგორ ვარ. და ოღონდ ეს არ იყო იმიტომ რომ აი უბრალოდ რაღაცა ან ვინმეში ავერიე ან რაღაც თავიდან მეგონა რომ ვიღაცა ვეგონე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული შოკი, იმიტომ რომ უცხო ადამიანი, გარეგნობაზეც მეტყობა რომ არ ვარ ირლანდიელი და სრულიად უცხო ადამიანი მესალმება და ქუჩაში შეიძლება გიღიმოდეს. და მეორე კიდე თავაზიანობა, რომელზეც აი რაღაც სოციალურ ქსელში ცოტა გადაობენ ხოლმე კიდეც ამაზე ყველაფერზე რომ sorry და thank you რო ვიცით. ჩვენც გაგვიჭდა შეიძლება ისე მოგიხონ ბოლო. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ თავიდან რომ ამას უსმენ, ხო არ იცი, ხანდახან მაგის უკან რა შეიძლება იმალებოდეს და ეს კეთილი განწყობა. გონია რომ ვაიმე sorry და ძირითადად აი უფრო მეტად ხალხის დამოკიდებულება იყო. აი, კახი თუ გაიხსენებ იმ დღეს, როდესაც გადაწყვიტე, რომ უნდა დატოვო საქართველო და წამოხვიდე ირლანდიაში. ძალიან რთულია, აი ზოგადად მაგ დღიდან მოყოლებული იმდენად რთულია რაღაცები, რომ ჩემმა ფსიქიკამ და ჩემმა ტვინმა გადაწყვიტა, რომ რაღაცები დაივიწყოს. ხო. და აი ხა შეიძლება ითქვას, რომ იმ ამბების მერე ალბათ პირველად გავიხსენებ ამ ამბავს, კი ეს ცნობიერში რომ ისევ ამოვიტანო რაღაც ამბები. ანუ რეალურად იყო ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული რაც არის, როდესაც შენ გიჭირს საზოგადოების და ახლობლების მხარდაჭერა. როდესაც გადაწყვეტ ემიგრაციას და რატო? აი თუ შენ მაგალითად ხარისებ მდგომარეობაში, როდესაც უეჭველი აუცილებლად უნდა წახვიდე ემიგრაციაში და გარშემო ყველა ხვდება, ყველა გიჭერს მხარს. რომ აი კი და იქნებ გამოვიდეს და ესე და ესე და ეს და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მეგობარი მიჭერდა მხარს, მაგრამ ნახე როგორი სიტუაცია იყო, მაქვს ძალიან კარგი სამსახური, მუშაობ ორგანიზაციაში, რომელიც არის ჩემი აი დღემდე მაბოდებს, ანუ მე ზოგადად ვიცი რომ ამ 33 წლის განმავლობაში აი 3 წელი, რაც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში მუშაობდი, იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წელი. მეც მაგ სფეროში ნამუშევარი ინტეგრაციის ჩვენ დევნილ და ადგილობრივი ახალგაზრდების ინტეგრაცია, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ ფოთში, ჩაგეჭერი. ხო, კი. ჩვენთან ახალი დასახლება გაჩნდა და აშენდა კორპუსები და ჩამოსახლდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მაცხოვრებელი დევნილები. და ჩვენ დავიწყეთ ინტეგრაციის კუთხით მუშაობა და ძალიან საინტერესო სფეროა და თუ მოიწამლე, ეს იმდენად მრავალფეროვანია, სულ აქტიური ხარ, სულ სხვადასხვა ლოკაციაზე ხარ. და ხო, ძალიან რთულია. კი, და რაც ყველაზე მთავარია კიდე ჩემ ორგანიზაციაში როგორ იყო, იცი რომ აი შენ ხარ ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა ყავდა ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გეუბნებოდა რომ ანუ ეს არის შენი საქმე. შესაბამისად შენ იცი როგორ უნდა გადაწყვიტო, შენ ანუ რას გულ შენ გაქვს თავისუფლება.
და როდესაც ახალგაზრდულ მუშაკს თავისუფლება არ გაქვს, ჩათვალე რომ ფეხები არ გაქვს, არაფერი არ გაქვს, ვერ იმუშავებ ფიზიკურად. აი ეს თავისუფლება იყო ერთ-ერთი ყველაზე პირველი რამაც გახადა ის 3 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე აი ბავშვობაშიც მქონია კარგი მომენტები, ხა ყველასთვის როგორი ტკბილია, ხო? იქ დილით თოვლის პაპას მოტანილი საჩუქრები ისინი ანუ ვერაფერი ვერ შეედრება, ამასთან ახლოს ვერაფერი ვერ მივა. და უცბად აი ესე, აი ფაქტობრივად შოკი იყო გარკვეული ნაწილისთვის ჩემი საახლობლოსი და რა იყო ამის თავარი მიზეზი კითხვას რომ დაუბრუნდეთ რა ხდებოდა მაშინ ჩემს თავს იყო ის რომ ვიყურებოდი მაგალითად 10 წლის მერე რა ხდება რას ვაკეთებ რამდენ პროდუქტიული ვარ თუნდაც იმ ახალგაზრდებისთვის ვისთანაც ეხავ მუშაობ ან იმ ახალგაზრდებისთვის ვინც 10 წელში ახალგაზრდები იქნებიან აი რა შემიძლია მე რომ გავაკეთო ან ჩემთვის მათ შორის ხო ხა მე ვერ გამოვალ გმირი რომელიც მარტო სხვების გულისთვის წამოვიდა იმიგეც არა მას ვერ დავიბრალებ რა თქმა უნდა საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის პირველ რიგში და მე ყველა სხვა დანარჩენისთვის ვერ მოვიტყუები თუმცა ყველაფერზე იმაზეც კი მიფიქრია რომ მე რო წავიდე ხა ამ ბავშვებს რა ეშველებათ რაც ჩემი მინუსი იყო როგორც ახალგაზრდული მუშაკის იმიტომ რომ ესე არ უნდა დგებოდი ახალგაზრდებს კი ესე არა იმიტომ რომ პირიქით ანუ ისე უნდა იმუშაო რომ იმათ ჩვეულებრივ შეძლონ რა თქმა უნდა ემოციური იქნებოდა მაგრამ აი ეს ერთ დღეს უცბად თქვი რომ მეთქი მინდა რომ ხედავდი 10 წელში რა ხდება მინდა რომ დარწმუნებული ვიყო რომ 10 წელში რაღაც შემიძლია და მე წამოვედი 2022 წლის ბოლოს და მაშინ უკვე მზადდებოდა საფუძვლები და უკვე უგრძნობდით ორგანიზაციები იმას რომ რაღაცა საფრთხე გვემუქრებოდა საფრთხე აი მე რომ მცოდნოდა რომ ესე განვითარდებოდა აი ვინც მიცნობს იცის რომ ნამდვილად არ წამოვიდოდი ხელი შეშლას ეცდებოდი აუცილებლად და ჩემი დღემდე მაგას ლოცულობს რომ აი მადლობას ეუბნება ღმერთს რომ იქ არ ვარ იმიტომ რომ ვიქნებოდი ციხეში არა იმიტომ რომ აქტიური ხარ ყველა ფრონტის წინახაზე იქნებოდი აუცილებლად ოღონდ არა იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მამაცი ტიპი ვარ და ესეთი ანუ უბრალოდ როდესაც რაღაცა მსგავს სიტუაციაში ვარდები არ არის ეს კარგი თვისება, მაგრამ ხშირად უკარგავ, როგორ გითხრათ, ზღვარი შეიძლება დავკარგო. აი ხა მაგალითად აი არიან ადამიანები, რომ ხელსახოცის როლის გამო სხედან ციხეში. მე ვიქნებოდი ალბათ ის ადამიანი, ვინც მართლა მიზეს მისცემდა, იმიტომ რომ მაგ დროს აი პრაგმატულობა შეინარჩუნო, რომ ეხლა რაღაცა უნდა მოიფიქრო, მე მყავს ესეთი მეგობრები, ვისაც შეუძლიათ ეს და ძალიან შურს ყოველთვის. იმიტომ რომ შედეგზე ისინი უფრო მარტივად გადიან, ვიდრე მე ჩემი დანაშაული შეგრძნება ხომ არ გაქვს ახლა რომ იქ უნდა ყოფილიყავი ამ ბრძოლებში კი და ამიტომ ალბათ აქედან ეხმიანები ყველა იმ მიმდინარე მოვლენებს კი არ მახსოვს ვინმესთვის მithkoms თუ არა ამ გრძნობის შესახებ მაგრამ მე მგონია რომ მთელი ცხოვრება გამყვება ეს გრძნობა რომ აი ახლა როდესაც ადამიანები ციხეში არიან ადამიანები ვიც ჩემ მეგობრებს ხედავდი რომლებსაც დასისხლიანებულები იყვნენ სუნთქვა უჭირდათ და ასე შემდეგ და მე აქ ვიყავი ისინი ოღონდ ნახო ისინი როგორ მწერენ რომ აი ემიგრანტების მხარდაჭერა როგორი მნიშვნელოვანია იმათთვის და ჩვენი გაკეთებული აქ აქციები როგორი მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ მაგრამ მე ხო ვიცი რომ ისინი გმირები არიან ჩვენ გმირობაში ვეხმარებით ჩემი აზრით და მაინც ჩამოხვედი ირლანდიაში და პირველ დღეს დაკვდა ჩამოვედი ირლანდიაში და წინა კითხვასაც უპასუხებს ალბათ ერთ-ერთი კიდე შოკი რაც იყო ის რომ ძალიან ცუდი თანამშრომელი შემხვდა დუბლინის აეროპორტში იმიტომ რომ იმდენად ცუდი თანამშრომელი შემხვდა რომ აი ანუ ესე მოქცევა აი ცუდ სერვისშიც არ მინახავს სხვა ქვეყანაში არც ერთში არც საქართველოში მიუხედავად რომ დიდად სერვისით ვერ დავიგვეხნით ძალიან ცუდი იყო და ან მე მანდ მეგონა რომ აი всё ანუ აი ადამიანი რო გაგრძნობინებს რომ შენ არ ხარ არავინ ხო შენ ხარ რაღაცა ჩამოსული ადამიანი რაღაცა ნომრით ესა და ეს და ან საერთოდ ფასი არ გაქვს არაფერი სხვა და შემდეგ უკვე აი ის რომ უკვე აქ ვარ აი დაახლოებით ეს გავს იმას რომ აი თუ გქონია გამოცდილება სცენაზე ყოფნის აი სცენაზე რომ გადიხარ შეიძლება ძალიან ნერვიულობდე ძალიან რაღაცა მუცელი გტკიოდეს თავი გტკიოდეს ყველაფერი გტკიოდეს სცენაზე რომ გადიხარ აი მაშინ ფიქრობ რომ უკვე აქ ვარ აი ხა მუცელი ამტკივდეს კი არა საერთოდ რომ გული გამისკდეს ის უნდა გავაკეთო ეგ გამოცდილება არ მაქვს მაგრამ გონებაში ხშირად ვიხსენებდი იმ გზას აქ უკვე რომ შემოვედი ირლანდიაში ძალიან ხშირად გამიხსენებია ის გზა რა გამოვიარე აქ შემოსასვლელად. კი, და დარწმუნებული ვარ, შენც ესე იქნებოდი რომ ჩამოხვედი ხო, აი ირლანდიაში ხარ უკვე და აი რომ გინდა რომ აი
ვიღაცამ რომ მოხდეს საშუალება, აი ერთი თვე ალბათ უბრალოდ იწვევი და არაფერს არ გააკეთებ. ანუ ცოტა ხანი გაეთიშები, აი ყველას და ყველაფერს გაეთიშები, მაგრამ აი წეგან რა მაგალითად სცენაზე ხარ, უკვე აქ ხარ. ვერ გაჩერდები. ვერ იტყვი რომ აი მოდი დღეს არ გავალ სამუშაოს მოსაძებნად და მოდი ხვალ გავალ. მოდი დღეს არ დავიწყებ რაღაცის სწავლას და მოდი ხვალ დავიწყებ. ფიზიკურად არ გაქვს მაგის დრო. ალბათ ყველას ესეთი გამოცდილება აქვს რომ ირლანდიაში მგონია რომ განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩვენი ყური უფრო მეტად მაინც ამერიკულს არის მიჩვეული ირლანდიაში რომ ჩამოვიდი ინგლისურ ეს ანუ და ტრანსპორტში თუ ესენი ერთმანეთში ლაპარაკობენ ირლანდიელები ჯერ კიდე მეოთხე წელი აქ ვარ ჯერ კიდე მიჭირს ამათ ერთმანეთში საუბრის გაგება ჯერ კიდე მიჭირს და არ აქცევ მაგას ყურადღებას ანუ არ გესმის მაგრამ უნდა გაიგო არ გინდა მაგრამ უნდა გახვიდე გეძინება მაგრამ უნდა ადგე ვერბალური კომუნიკაცია კი ანუ ყველა მიმართულებით კი და მე სადღაც რომ მიდიხარ კიდე ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ და მუშაობის დაწყება რო გინდა ყველგან გიყურებენ როგორც ერთი რიგითი მომსვლელი რომელიც რა თქმა უნდა ხარ ვინ რატო უნდა შემოხედოს ხო ვინ ვარ იმისთვის არავინ არ ვარ და რა თქმა უნდა ბუნებრივია რომ ესე მიყურებს ამას კი არ ვაპროტესტებ ამ რაღაცას აი ბევრი ამის დამტკიცება გვიწევს ხო ემიგრანტებს ეხლა ზუსტად ლოგიკურია ეს კითხვა რაც უნდა დაგისვა აი ბევრჯერ მეტი ენერგიის დახარჯვა გვიწევს იმ საკითხებისთვის რაც დაუშვათ ირლანდიელებს ძალიან მოაგვარებს კი ძალიან ბევრჯერ დამტკიცება გვიწევს იმის რომ ჩვენ რაღაცის ღირსები ვართ არა ძალიან ბევრჯერ მიგრძნია ეგ და ალბათ ეხა ადამიანები იფიქრებენ რომ აი საქართველოში სამსახურს რო ეძებ იქაც არის კონკურენცია იქაც არიან ადამიანები რომლებსაც ვიღაც შეიძლება ნაცნობი ყავდეს ან უბრალოდ ცნობადი ადამიანი იყოს ან რაღაც ესეთი მაგრამ აქ ყველა ეტაპზეა ეგ ბინას ვერ იშოვი აქ ხვდები ბინას როდესაც ეძებ უბრალოდ ქირაობა გინდა ფული გაგიხდი ყველაფერი ყველა დოკუმენტი წესრიგში გაქვს მაგრამ სუსტად იცი რომ მარტო იმის გამო რომ ვიღაც შეიძლება ადგილობრივი იყოს რაც არ ვგულისხმობ უარყოფით კონტექსტში მაინც და მაინც შეიძლება ქართველებიც ესე ვართ ნდობის ამბავია მე ვფიქრობ იმიტომ რომ შეიძლება საქართველოშიც ესე ვართ არ ვიცი აი ბოლო დროს ახლა ქირასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველოში რაც მოხდა არ ვიცი რამდენად ვართ მაგრამ ნუ აქ ყოველ შემთხვევაში ესეა რომ აი ვართ იმიტომ რომ აი ჩვენთან არის ბევრი ინდუსი ეხლა მუშაობენ კურიერებად და სოციალურ ქსელში ხვდები მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და ხშირად მithქვამს რომ ჩვენც ესე ვართ ირლანდიაში და ხალხო ჩვენც აქ ესე ვართ ზუსტად ესე გვიყურებენ ესე გვესაუბრებიან და ეგ კაია მაგრამ მე რო საქართველოში ყოფილიყავი ალბათ მეც იმათ რიგებში ვიქნებოდი ხო ალბათ ნუ ყველაზე ისეთ შემთხვევაში ალბათ ვერ გავიგებდით ამის სიმძიმეს ესე ვთქვათ ხო რომ იმიტომ რომ აი აქაც ან ქუჩაშიც ხა მე მიგრძნია მაგალითად მე ვფიქრობ ხოლმე რომ და ჩემი კომპლექსი ხო არ არის რომ აი ხო იცი კურსკუდი ეწვისო ეგ თემა ხო არ მაქვს თქო მაგრამ მე მაინც მიგრძნია აი პირდაპირ ვკითხავთ მაგალითად საიდან ხარ მეთქი საქართველოდან და აქ რატო ხარ მეთქი ვმუშაობ არა და მართლა ვმუშაობთ ქართველები კი ანუ მე აი ძალიან ბევრი ირლანდიელისგან გამიგია სხვა ქვეყანას რა თქმა უნდა არ დავასახელებ და არ შევეხებ მაგრამ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ანუ ქართველი მაგალითად თუ არის აქ ისეთი ვინც საბუთი არ აქვს ისიც კი მუშაობს ანუ ქართველმა არალეგალურად რაც შეიძლება გააკეთოს არის რომ იმუშაოს და უმრავლეს ბევრი ვიცი მაგალითად ვისაც შეიძლება საბუთი არ ქონდეს მაგრამ ტაქსებსაც კი იხდის ანუ გადასახადებს უხდის ამ ქვეყანას და მაინც ახერხებს რაღაცას რომ იმუშაოს აი ძალიან იშვიათად შემხვედრია მე პირადად კრიმინალი ქართველი კახი რატომ მაინდა-მაინც ირლანდიაში ამ შემთხვევაში სიმართლე რომ გითხრა ვაპირებდი ამერიკას და ამერიკაში გავედი ვიზაზე გავედი და როგორი სიტუაცია იყო იცი რომ იქამდე მქონდა მოკლედ პოლონეთის ვიზა და პოლონეთში რაღაც პროგრამაზე უნდა წავსულიყავი და იმ პროგრამაზე ვეღარ წავედი კოვიდის თემა იყო რაღაც ამბები აირია და მქონდა პოლონეთის მოქმედი ოღონდ გამოუყენებელი ვიზა სამუშაო ვიზა და იმიტომ რომ რამდენიმე თვითვაპირებდი წასვლას და ამერიკის საელჩოში რომ შევედი ჩვეულებრივ ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერი ძალიან კარგად იყო და ფაქტობრივად უკვე იტოვებს საბუთებს რომ მიხსნის სად უნდა მივაკითხო ამ ვიზას და ასე შემდეგ დადებითის შემთხვევაში და ბოლო წამს გადაშალა და ეს პოლონეთის ვიზა რო ნახა ეს რატო გაქვსო და მეთქი ვუთხარი რატოს მქონდა და არაო და ამას რომ ჩავუღრმავდი მე რა მოხდა თურმე იცი რომ პოლონეთის სამუშაო და ლიტვის სამუშაო ლიეტუვის სამუშაო ვიზებს აკეთებდნენ ყალბის საბუთებით ოღონდ საელჩოში შექონდათ და იღებდნენ ამას იმიტომ რომ წასულიყვნენ მექსიკაში და მექსიკიდან გადაპარულიყვნენ ამერიკაში
და მაგან ასე ვთქვათ გამიქრო ექსურვილი და მე გადავწყვიტე რომ მეთქი ანუ რო წამოვედი საერთოდან სიმართლე ვკითხავ ტყრისკენ ვიყურებოდი მეთქი ხوار გადაუხვიო და ჩემო მეგობრებმა აი ორი ბავშვობის მეგობარი მყავს რამდენიმე მყავს მაგრამ იმ შემთხვევაში ორმა ბავშვობის მეგობარმა დამირეკა და მითხრეს რომ არც კი გაბედო ეხა და ეხა სასწრაფოდ გამოდე ვნახე და ერთ-ერთი მათგანი ვნახე რომ არ მინდოდა ნახო ძალით ვნახე და ჩემი მეგობრის ძმა იყო ირლანდიაში და რას ქვი ხე შენ ყურებ ჩამოყრილი ხარ და აბა წავიდე ირლანდიაში და ირლანდიაში მაგარი ქვეხარ ძალიან იმოქმედა იცი რატო იმიტომ რომ მე უკვე წასული ვიყავი ან მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა ყველაფერი რა და თან აი მე არ მიყვარს აი მაგალითად გამოცდაზე თუ ერთი ქულა დამაკლდა შეიძლება მოვკვდე მაგრამ რომ ჩავიჭრა პრობლემა არ მაქვს ან თუ ჩავიჭერი ოკეია მე ერთი ქულა თუ დამაკლდა ეგ მანატყლებს რა ანუ თუ მიაღწევ იმას გინდა მიაღწიო რასაც უნდა მიაღწიო ან თუ აი პატარა დამაკლდა ამ ვიზაზე ვიცოდი რომ ძალიან ცოტა დამაკლდა ის ერთი ვიზის რო არ მქონდა პოლონეთის ვიზა ზუსტად ვიცოდი რომ ის ვიზა ჩემი იყო რა და მამ ჩემო მეგობრებთან ვიცოდი კიდე რამდენიმე ადამიანი ვინც ირლანდიაში იყვნენ ინგლისურად მოსაუბრე ქვეყანა და ყველაზე მთავარი ალბათ რაც ყველას გაუკვირდება იმიტომ რომ ირლანდიელსაც ქართველსაც ყველას უკვირს ამას რო ვამბობ და ყოველთვის ეს გამორჩეული ის მაქვს ხოლმე როგორ თქვა განწყობა და შთაბეჭდილება ჩემ თავზე რომ ყველასგან გამორჩეული ვარ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც ირლანდიაში მოწონს არის ამინდი მაბოდებს ირლანდიურ ამინზე და ვერ წარმოვიდგენ ამ ზაფხულს როგორ ვაპროტესტებ სადაც წავალ ყველგან ამ ზაფხულს ვაპროტესტებ ხელს გვიშლი მაგ პროტესტით მე ირლანდიაში ამ ამინდისთვის არ ჩამოვსულვარ ყველგან მაგრამ ხელს გვიშლი მაგ პროტესტით მთელი ირლანდია ძალიან ბედნიერია რომ ზღვაზე შეუძლიათ გავიდნენ და მზე და D ვიტამინი და დავსდებთ სამსახურებს ვაუქმებთ ხალხი და კი მე ვაპროტესტებ ძალიან მაგ ამბავს იმიტომ რომ ეს ირლანდიის ამინდი ჩემთვის არის აი კახი და მაინც აი თუ გინანია რაღაც ირლანდიაში ზოგადად ემიგრაციაში წამოსვლა თუ გინანია და თუ გიფიქრია რომ შემიძლია უნდა დავუბრუნდე უკან ყოფილა ესეთი შემთხვევები როცა შევსრულარ საიწერო მე ვიყიდა ბილეთები ხო და რამ გაგაჩერა მაგ დროს აქვს რომ ვერ ბედავ იმიტომ რომ შენ როცა ემიგრანტი ხარ მარტო არ ხარ შენ როცა ემიგრანტი ხარ მარტო შენ თავზე არ ხარ პასუხისმგებელი შენ მინდა ეხა აქაც მაყურებელთან გაიმეორო შენი ემიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენ კადრს მიღმა მოგვიყევი აი ზუსტად მაგაზია მიბმული რომ შენ მარტო არ ხარ კი მარტო არ ვარ იმიტომ რომ ცოტა თავიდან რომ დავიწყოთ ორმხრივი ემიგრაციის გამოცდილება მაქვს და რას ნიშნავს და ჩემი იყო ემიგრანტი როდესაც პატარა ვიყავი მაშინ წავიდა ემიგრაციაში და როდესაც ვუყურებდი ხოლმე როგორ ვენატრებოდი მე როგორ ენატრებოდა თავის ქვეყანა როგორ ენატრებოდა ყველაფერი და ძალიან რთულად გადამქონდა ეს ამბავი. გარდა იმისა, რომ მე თვითონ დედასთან ყოფნა მინდოდა, ის რომ თვითონ როგორ იყო ამას და თვითონ როგორ გადახონდა ეს ყველაფერი ამას ძალიან ბევრს ფიქრობდი ხოლმე და უკვე ცოტა მოვიზარდე და უკვე შემეძლო მუშაობის დაწყება და ჩემს უთხარი რომ დამთავრდა ემიგრაცია, უნდა ჩამოხვიდე და რასაც გავაკეთებ, ერთი გვექნება და ნახევარი შეგვხვდება ორი გვექნება და თითო შეგვხვდება და ასე შემდეგ. და თან ყველაზე მთავარი ის მე და დედა ჩემი კი ვართ, მამა გარდაცვლილი მყავს, მაგრამ ჩვენ ვართ მაინც დიდი ოჯახი, იმიტომ რომ დედა ჩემს ყავს დები, ჩემი დეიდაშვილები არიან, მაგრამ იგივე ჩემი დები არიან და მეთქი რაღაცას მოვახერხებთ ყველა ერთად. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, იმიტომ რომ დედა ჩემი წასული იყო და ჩვენები დები არიან ჩემი. და დებს ვამბობ ხოლმე რა და ისინი იგულისხმებიან და მე უკვე როდესაც ჩამოვიდა დედა ჩემი, მე მოხდა ის რაც მომყევი, რატომაც გადავწყვიტე წამოსვლა და დედა ჩემს ყოველ ეტაპზე ქონდა ხოლმე რომ აი ნეტე კიდე ხო არ წავიდე, აი მოდი ცოტა ხნით წავალ, აი მარტო ერთი წელი წავალ და მეტი არა, ისევ ჩამოვალ და მეთქი არა, ნუ თუ თქვით რომ არა, ესე იგი არა, დამთავრდა. და მე უკვე გადავწყვიტე რომ მე თვითონ წამოსულიყავი ემიგრაციაში და აი იმ თემას რომ დაუბრუნდეთ, მე რო აქედან წავიდე და მე რო აქედან დაუბრუნდე, ძალიან რთული იქნება არა მარტო დედა ჩემისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ჩვენ გვაქვს ფინანსური ვალდებულებები, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობები, რომლებიც არასდროს არ გვტოვებს და ყველგან თან მოყვება და ყველგან გვახსენებს თავს და გვითრევს და გვითრევს და ეხა ამ ეპიზოდის რაც შენ მოყევი ამ ისტორიის მოსმენის დროს გამიჩნდა ესეთი კითხვა და ძალიან მინდა კითხო. დედა შენი იყო ემიგრანტი. რას განიცდიან ემიგრანტი დედის შვილები? აი ძალიან დიდი მადლობა, აი მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ მინდა ხოლმე რომ ვიყვი რომ მინდა ხოლმე რომ ხალხს გავაგებინო იმიტომ რომ ეს მგონია სწორი შეიძლება არ ვარ სწორი მაგრამ იმიტომ რომ ეს მგონია სწორი ზრდასრულ ასაკში კაცებს განსაკუთრებით საქართველოში გვიჭირს
აღიარება ჩვენი ტრავმების. ემოციებზე არ ვლაპარაკობ. ჩვენთვის ქართველი კაცებისთვის ბავშვი ახალ თაობისთვის არა, მაგრამ აი ჩემი თაობისთვის მაგალითად ემოციებზე საუბარი იყო და დღესაც არის საკრძალული. შესაბამისად ეს ემოციებს რო ვერ გამოვხატავთ, ეს ჩვენში რჩება და არსად არ მიდის და ეს ფორმირდება. გვჭამს აუცილებლად. ამ გამოცდილებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, იყო ტრავმული. აი მქონია მაგალითად შემთხვევები, როდესაც და მე წარმომიდგენია ეს როგორი იყო დედაჩემისთვის, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი, ჯერ ჩემზე ვისაუბრებ, რომ მეზობლის ბავშვები მოდიან და კახი, დეიდა შენი ჩამოვიდა. დედაჩემზე. არის, იმიტომ რომ დეიდაჩემი ეგონათ ხოლმე დედაჩემი, როგორც წესი, ყოველთვის. აი მაგალითად ფიქრობ, რომ ნახე, რაღაც რომ მოხდება, ბავშვი ხარ და ვიღაცა თუ რაღაცას უხეშად გეტყვის, ან ვიღაცა თუ შენიშვნას მოგცემს, ფიქრობ, რომ დედაჩემი რო აქ იყოს, ამას ვერ მეტყოდა. დედაჩემი რო აქ იყოს, ამას ვერ გამიბედავდა. არა და არავინ არაფერს არ მიბედავდა. ადგილზე იყოს, უფრო იმედია, მიხო დედას ეტყვი და რაღაც სხვანაირად არ აქცევ ამას ყურადღებას. კი, არ აქცევ. ან მეორე ვარიანტი შეიძლება დედაჩემა უფრო მკაცრად მითხრას და უფრო ისე მითხრას, რომ დიტყავს და ესეთ არ ჩართულია ტრავმა, ანუ რაღაცა საწაინად მაგას ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ აი დეიდაჩემები იყვნენ როგორც ოჯახში ვიყავი პირველი შვილი. მაგას მნიშვნელობა რა აქვს, დედა არ დედა. ხო. მე ვამბობ ხოლმე რომ სამი დედა მყავს და ნახე ჩემ შემთხვევაში კიდე რა იყო რთული, ჯერ დედაჩემი წავიდა, მე კიდე ერთი დეიდა წავიდა ემიგრაციაში და დავში ერთი დეიდას. და აი მართლა, ანუ ეხაც რო ვუყურებ, აი სამი დის, სამი შვილი ვართ. ანუ ესეთი სხვაობა არ გვაქვს, რომ აი ის, ანუ მაქედან გამომდინარე ძალიან რთული იყო ჩვენთვის, სამივესთვის ის, რომ ჯერ დედაჩემი წავიდა, მე დეიდაჩემი წავიდა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ემიგრანტებს, ადრე იყო ესეთი მემკვიდრეობითია ემიგრაცია. ჩემ შემთხვევაში ალბათ ესე გამოვიდა, მაგრამ იმის იმედით, რომ მე ვიქნები ბოლო. ვინც დაამთავრებს და ჩემს შვილებს აღარ მოუწევთ ემიგრაციაში წასვლა, ამის იმედი მაქვს. ზოგადად მინდა რომ რაღაცეებში, რაც თაობებს გადმოეცემათ ხოლმე, მინდა რომ რაღაცეებში ვიყო ბოლო. მათ შორის ტრავმები და ასე შემდეგ. მინდა რომ ბოლო. როგორ ამუშავებ ამ ტრავმებს? მარტო ვერ დაამუშავებ ჩემი აზრით. ამაში დახმარება გჭირდება და მე როცა აქ ჩამოვედი, მე დამჭირდა დახმარება სპეციალისტის. მქონდა თერაპიები, რისიც იმ მომენტში სიმართლე გითხრა მსწვენოდა. და მე როდესაც თერაპიებზე ვსაუბრობდი ფსიქოთერაპევტთან, მე მივხვდი, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს ჭირდება ეს. და ეს არის როგორი რაღაც იცი, რომ აი სისხლის ანალიზზე რო წახვიდე და ვაიმე, ცუდად არის, ვაიმე, დაავადებული, ავადმყოფი, ესე ხო არავინ არ ამბობს. ანუ ეს არის უბრალოდ ყოველდღიური საჭიროება ფაქტობრივად. და საქართველოშიც მქონია თერაპია ზუსტად. და საქართველოშიც მქონია და იმაშინ მივხვდი რაღაცეებს, მაგალითად ბავშვობასთან რა კავშირი ქონდა იმას, რომ დღეს რაღაცნაირად ვიქცევი. ეს მე არ ვიცოდი. და უკვე რაღაცები რო ცხადი გახდა, მე შედარებით გამარტივდა და მე შედარებით უფრო მარტივად უშუალო ყველაფერს. თუ ტრამპ პროცესში რაღაცები არის კიდე, რაც ვერ დავამუშავე და რაღაცებს ალბათ ვერ დავამუშავებ, იმიტომ რომ ეხლა ვხვდები, რომ ჩემს ემოციებზე რაღაცები მოქმედებს, აპროვოცირებს რაღაცებს ჩემში და იწვევს ხოლმე გარკვეულ ემოციებს. თუმცა არ მინდა ემიგრანტის შვილის საუბარი გამოვიდეს ისე, რომ დედები, რომლებიც წავიდნენ ემიგრაციაში, რაიმე დანაშაული ჩაიდინეს თავიანთი შვილის წინაშე. ძალიან ხშირად ხვდები ხოლმე საქართველოში ქართველების დაწერილ კომენტარებს, რომ ხალხო შვილებს როგორ ტოვებთ და როგორ უკეთებთ ამას ბავშვებს და ეს და ეს. გვიხარია და იმიტომ. გვიხარია, ხო, ანუ არავინ არ იცის რა ხდება იმ დედის გულში, რომელიც იძინებს საწოლში, რომელშიც შვილი უნდა ეწვეს. მაგრამ ეს ასე არ არის. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ცოტა სექსისტურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის ქალები უფრო ძლიერები ხართ. ემოციურად და ფსიქოლოგიურად ქალებს უფრო მეტის ატანა შეგიძლიათ, ვიდრე კაცებს შეგვიძლია. მე მგონია, რომ მე რო შვილები მყავდეს, ალბათ ვერ გავქაჩავდი. და ის ქალები, რომლებსაც შვილები ყავთ საქართველოში, უსისხლო გმირები არ არიან, სისხლით გმირები არიან. ცრემლით გმირები არიან. და ამ გმირობას დაფასება უნდა. და საქართველოში მყოფ 40-45 წლის ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ აღარ არიან ბავშვები. და დროა, რომ 40-45 წლის ბავშვების 70 წლის დედები ჩამოვიდნენ საქართველოში. იყვნენ საქართველოში და აი ეს ბოლო 20-30 წელი სამწუხაროდ მეტი ვერ ვცხოვრობ, აი 100 წელი რო ავიღოთ, ხო? 20-30 წელი საქართველოში მაინც გაატარონ. და ჩემი აზრით იმსახურებენ ადამიანებს თბილისში და მიუხედავად იმისა, რომ ამაშიც რამხელა სირთულეა, რომ
და მე ვფიქრობ, რომ ემიგრანტები ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით ეს ქალბატონები და კაცებიც რა თქმა უნდა არიან მსხვერპლი. აი ზვარაკად შეწირული თავის ოჯახს, იმიტომ რომ ვიღაცას იქ საქართველოს შეიძლება მეტი უდოდეს და ყველაზე მთავარი კიდე რა არის, რომ აი ამ ქალბატონებს ამაზე რო ესაუბრები შეიძლება გაგიბრაზდეს. და მესმის ეს გაბრაზება და რატო? იმიტომ რომ აქ რო შენ არაფერი საშუალება არ გაქვს, რომ შვილს მოეფერო, შვილს გვერდში დაუდგე, შვილის ყოველდღიურობა იცოდე. ეს უკვე მაგით გინდა ზუსტად რომ კომპენსაცია გააკეთო, ამიტომ აი ყველაზე დიდი შეცდომა არის მანდ. კი, მაგრამ ძალიან რთულია რომ ამას მიხვდე. ძალიან რთულია რომ არ იქცე ბანკომატად. რა სეტყვი იმ დედებს, რომლებმაც დატოვეს შვილები საქართველოში, რა თქმა უნდა, არასაკუთარი ნებით ესე მოუწიათ, არიან ემიგრანტები და შენ როგორც ემიგრანტი დედის შვილი, აი რა სეტყვით? მე ვეტყოდი რომ დღემდე ასეა ჩემთვის დედაჩემი არის გმირი. და დედაჩემში მე ვგულისხმობ ყველა იმ დედას, რომელმაც შვილი დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი მაგალითად რაღაც შეიძლება გაუცხოება გქონდეთ ან რაღაცა ქონდეთ. ანუ მე ცოტა უფრო რადიკალურად ვიტყვი, ნებისმიერ თქვენი ოჯახის წევრს შეგიძლიათ უყუროთ ზემოდან. აი ხო ცუდად ჟღერს, ვის რატო უნდა უყუროთ ზემოდან, რა თქმა უნდა ვუტრირებ, ამას პირდაპირ მნიშვნელობით არ ვგულისხმობ, მაგრამ დავაფასოთ ჩვენი აუცილებლად უნდა დავაფასოთ ჩვენი შრომა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და ამ ქალბატონებს ვეტყოდი, რომ აი ხშირად მაგალითად იტალიაში, საბერძნეთში, სხვადასხვა ქვეყნებში, ირლანდიაში მათ შორის ერთი დასვენების დღე და ზოგს ერთი დასვენების დღეც არ აქვს, ისე მუშაობს. იმ დასვენების დღესაც სხვაგან მუშაობს, ან მაქსიმუმ შეიძლება გავიდეს და აი თავისთვის რაღაც რო უნდა მე მაგალითად ყოველთვის ვიქნები ბედნიერი იმით, რომ დედაჩემი რაღაცას თუ აკეთებს, ჩემთვის გააკეთოს თავისთვისაც. შესაბამისად თქვენ და ჩვენ თუ არ დავაფასეთ ჩვენი თავი, ძალიან რთულია მარტო გაზრდილ ბავშვს მოვთხოვოთ, რომ დამაფასე და გამიგე. და ერთი კიდე დაბრუნების შემთხვევაში მარტივი არ იყო ჩემი დედაჩემის თანაცხოვრება. იმიტომ რომ მე უკვე დიდი ვიყავი. ჩვენ ფაქტობრივად მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ვერ წავიდა იტალიაში და საბერძნეთში, დედაჩემი წავიდა თურქეთში. და ყოველ სამთვეში ჩამოდიოდა ხოლმე, იმიტომ რომ ყოველ სამთვეში 2 კვირით ჩამოდიოდა ხოლმე. ამის მიუხედავად რაღაც ეტაპზე ჩვენ მაინც გაგვიჭირდა თანაცხოვრება, უკვე როდესაც ჩამოვიდა და დარჩა. და რამ გაგვიმარტივა ეს და როგორ გავაგრძელეთ მე ურთიერთობა, იცი რომ ჩვენ არ გქონდა ურთიერთობა როგორც ზრდასრულ დედაშვილს რაღაც ეტაპზე. აი ხვდებოდით რომ ხანდახან შეიძლება ცოტა ბავშვებივით მოქცეულიყავით რაღაცებში და ბავშვი რო დატოვე და როდესაც მე ბრუნდები, ვერ ეგუები რომ დიდია. კი. და შენ ეუბნები რომ იცი იქ ნუ მიდიხარ და არა და ამ დროს ანუ არ არის ეგრე ვერ ვიღებ შენს ნუ მიდიხარს მე ვერ ვიღებ იმიტომ რომ მიჩვეულია რომ არ კი ამდენი ხანი დავდიოდა მაგას მირჩენიო რომ ჯერ მე თამაშო რაღაც ჯერ სხვანაირად მითხრა ჯერ მკითხო ой სად მიდიხარ აბა იქ კარგია აბა რა ხდება ანუ ოღონდ ესეც ისე რომ კი არ ხომ ეგეც პროცესი ჩავერიო დედაშვილის ურთიერთობის რა თქმა უნდა და ინდივიდუალურია კიდე კახი შენ ახსენე ტრამვები რომელიც დაგიტოვა ამ ყველაფერმა და ტრამვების დამუშავება მოდი ხამის ბმა რო გავაკეთო ზუსტად ეს ხო არ არის მიზეზი შენი ახალი პროფესიის და მოგვიყევი ამ პროფესიას რომელსაც ეხა დაიწყეს სწავლა და რომ მოგვიყვე შენი ახალი ესეთი ახალი ამბავი ხო მოკლედ და ძალიან მაგარი ამბის რომ შენ დაიწყეს სწავლა კი სექტემბერში ვიწყებ ეხა ჩავირიცხე კი მოკლედ ერთი კვირის ამბავია დაახლოებით ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი რომ აი მე ჩემი სწორება ყოველთვის არის იმაზე, რომ საქართველოში რო ჩავალ რა შეიძლება გავაკეთო. სამწუხაროდ ახალგაზრდული მუშაკი არის პროფესია, რომელიც აგენტი არის, ანუ აგენტები ვართ და უცხო ქვეყნის გავლენებს ვემსახურებით, თუ არ აიღებ სახელმწიფოსგან ფულს, შენ დაფინანსებით ფიზიკურად ვერაფერს ვერ იზავ, ეს გზა ჩამეკეტა, მე ვფიქრობდი რომ მეთქი ირლანდიაში ონლაინ სამსახურს ვიშოვი, ონლაინს დავიტოვებ და ჩემ ფულით გავაკეთებ რაიმეს, მაგრამ ეს უკვე გრანტად ჩაითვალა და ისევ აგენტი ვარ და ისევ კრიმინალი ვარ. მე ვფიქრობდი რომ მეთქი კიდე რა შეიძლება გავაკეთო და გამახსენდა ძალიან ბევრი ადამიანის ჩემ გარშემო ნათქვამი და მათ შორის ჩემი ფსიქოთერაპევტის რომ შენგან ძალიან კარგი ფსიქოთერაპევტი გამოვიდოდაო. და დავიწყე ძებნა. რომ აი სად შეიძლება, იმიტომ რომ აი 3 წლის შემდეგ პირველად დავიწყე იმაზე ფიქრი რომ რაღაცა შეიძლება ცოტა უფრო მეტის უფლება მივცე ჩემ თავს. და 3 წელი იყო ფაქტობრივად გადარჩენის და ადაპტაციის. და
გავაგზავნე განაცხადი, ეს არის ერთ-ერთი უნივერსიტეტი, სპეციალურად ამ პროფილის უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, კრიმინალური ფსიქოლოგია და ასე შემდეგ. ამ პროფილის უნივერსიტეტი არის დუბლინში. IICP აღარ მახსოვს დიდი დასახელება როგორ არის ამ უნივერსიტეტის და მათ აქვთ სხვადასხვა კურსები. მე არ მინდოდა რომ ორკვირიანი კურსი გავიარე და კოუჩი ვარ და ეხლა მე შენ გასწავლი როგორ დაიჭირო საკუთარი თავი. ეს არ მინდოდა რომ ყოფილიყავი ერთთვიანი კურსით ფსიქოლოგი. ჩემი სუბიექტური აზრით ვერ გახდები. ამიტომ გადავწყვიტე რომ სადაც წვრილია იქ გაწყდეს თქო და ბაკალავრიატზე შევიტანო. მაგისტრატურაზე შემეძლო, იმიტომ რომ საქართველოსში მაქვს ხარისხი, მაგრამ მაინც ბაკალავრიატი მინდოდა, იმიტომ რომ მე არ მინდა დიპლომი, მე მინდა განათლება. მე მინდა ვიცოდე როგორ მუშაობ. აი აქედან გამომდინარე, როდესაც ძალიან სწორი კითხვა იყო, რომ საკუთარ თავზე მუშაობის დროს მივხვდი, რომ თუ რაღაცები გამომდის, შეიძლება რომ სხვასაც დავეხმარო და დავხმარები ვარ კიდეც და ამის მაგალითებიც მაქვს რაღაც ეტაპზე, მაგრამ აი გავჭედი რომ არის სადაც შენი პაციენტი სიამოვნებით ძალიან მინდა ემიგრანტების მიმართულებითაც ვიმუშაო. იმიტომ რომ მე არ მახსენდება ამ პროფილის ფსიქოლოგი საქართველოში, რომელიც მუშაობს კონკრეტულად ემიგრანტებისთვის და ემიგრანტებთან. აი ამ საქართველოში ცოტა საეჭვოა, ანუ ეგ ამბავი რთულია ფსიქოთერაპევტის არჩევა, იმიტომ რომ რამდენად შეუძლია ერთხელ გული ეთკინა, ყველა კოუჩი გახდა და კი, რამდენადაც შეიძლება გიშველოს, იმდენად შეიძლება დაგაზიანოს და დაგსტრესოს. კი, ნამდვილად. და ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩამებარებინა და გავაგზავნე ავსებს აპლიკაციო ფორმას. ჯერ დავესწარი ღია კარის დღეს, შემდეგ ავსებს აპლიკაციო ფორმას, იქ გიკითხებიან რაღაც სააპლიკაციო ფორმა სტანდარტული, როგორც შეიძლება უნივერსიტეტში მისაღები იყოს და ბოლო ეტაპი არის კომისიის გასაუბრება, სადაც პროფესორები, ლექტორები და ასე შემდეგ გესწრებიან და აი 1-2 კვირის წინ მქონდა ამ პროფესორებთან გასაუბრება. და მაშინ მივხვდი ალბათ სად ვისწავლი, იმიტომ რომ რა კითხვებსაც ველოდი, საერთოდ სხვა კითხვები და მისვესაც საერთოდ ველოდი მაგ კითხვებს და საერთოდ სხვა რაღაცები მკითხეს, რასაც ფორმაც ცვლილი, მსგავსი იმას, მაგალითად მაგალითი რო გითხრა, აი ხო შეიძლება გითხონ როგორია კარგი ფსიქოლოგი შენი აზრით. აუ კარგი ფსიქოთერაპევტი როგორია? მე რა მკითხეს, იცი? შენ რა თვისება გაქვს ისეთი, რაც გაქცევს კარგ ფსიქოთერაპევტად? და ამით ნახე ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავენ, რომ იგებენ დაახლოებით ჩემი აზრით როგორი შეიძლება იყოს კარგი ფსიქოთერაპევტი. და მე ამასთან რაშუაში ვარ. საერთოდ და მე მითხრეს, რომ დაახლოებით 3 კვირა ჭირდება განაცხადების დამუშავებას, განხილვას და 3 კვირაში გვეცოდინება პასუხი. და ძალიან გამიხარდა, რომ 1 კვირის მერე მომწერეს, რომ ჩაირიცხება. მადლობა ძალიან დიდი. და სექტემბრიდან დავიწყებ სწავლას და 4 წელი მომიწევს ისევ რომ ვისწავლო და გილოცა ძალიან მაგარი ამბავია. და ეხლა კიდევ ერთი მაგარი ამბავი. მოდი გითხარი, საიდან მოხდი ლანდშაფტის დიზაინში? საიდან საათ? ხო, აი საიდან საათ? კახურა ცოტა სხვანაირად ვიტყოდი, მაგრამ მაყურებელს პატივს სცემდა თქვენ. ხო, ერთი პერიოდი იყო, აი ერთ-ერთ 2024 წელს, როდესაც წამოვედი. მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, ეს დეტალები ხარ მოგვიყვე. კი. უბრალოდ აქ საიდან აღმოჩნდი ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ იყო რომ ანუ დავკარგე სამსახური, წამოვედი სამსახურიდან, აღარ გამიგრძელდა კონტრაქტი და შემდეგ უკვე ვეღარ გაგრძელდა, შემდეგ უკვე სხვა გეგმები მქონდა და მოკლედ ვეძებ სამსახურს და ვიყავი ყველაფერზე თანახმა. ანუ ვინც ვართ ემიგრანტები, ვიცით რომ უმრავლესობა 90% ვართ ყველაფერზე თანახმა იყოს სამსახური. რა თქმა უნდა, ჩვენი პატიოსანი შრომით. ქურდობაზე და ყაჩაღობაზე არ მაქვს ლაპარაკი. ყველაფერში გულისხმობ მხოლოდ პატიოსანი შრომა და არაფერი არ გვეთაკილება. იმიტომ რომ არ არის ათაკილო. და ერთ-ერთი კომპანია არის, სადაც მუშაობდა ჩემი მეგობარი და ამას უთხარი, რომ მეთქი დღიური იმუშები ჭირდებოდათ ხოლმე ზაფხულის განმავლობაში, მეთქი დღიურ მუშად წამოვალ თქო. როდესაც მივედი ამ კომპანიაში დღიურ მუშად, მე შევხედე, რომ ამ კომპანიას რაღაცა ლოგო არ მომეწონა, რაღაცა Facebook-ზე კომუნიკაცია არ მომეწონა, რაღაცა ვიდეოები არ მომეწონა, ფოტოები არ მომეწონა და ჩემ მეგობარს ვუთხარი, რომ მეთქი ესეთი იდეა მაქვს თქო. და ეს ბიჭი ჩემ მეგობარი არის ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი რგოლი კომპანიაში, დამფუძნებლის შემდეგ ეს ბიჭი არის, ვისაც დგას ეს კომპანია. და მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა დამფუძნებელი იღებს და შევხვდი ამ ადამიანს და დავიწყე ეს არის Live to Live Landscapes და ფაქტობრივად კი არა და გიორგის დამსახურებით დავიწყე ამ კომპანიაში მუშაობა.
და ალბათ ყველამ ვიცით რა მნიშვნელოვანია ესეთ დროს გვერდში დგომა, როცა ადამიანი გვერდში დაგიდგება და როცა ადამიანს შენის ჯერა, როცა გენდობა, ხო? ანუ გიორგიმ ფაქტობრივად პასუხისმგებლობა აიღო კომპანიაზე, რომ ანუ შენ გაბარებს საზოგადოებასთან ურთიერთობას და მან უფროსთანაც პასუხისმგებლობა აიღო, ხო, ჩემზე. და ძალიან კარგად შევეწყვეთ ჩვენ ერთმანეთს ამ კომპანიაში დამფუძნებელიც და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ერთ-ერთი პირველი რაც გადავწყვიტე რომ კომპანიის პოპულარიზაციისთვის კარგი იქნებოდა დუბლინში იმართება ხოლმე ბიზნესების გამოფენები. და ამ ბიზნესების გამოფენებში გვინდოდა მიგვეღო მონაწილეობა, მივიღეთ ძალიან წარმატებულად, ძალიან კარგად ჩაიარა და ჩემი უფროსი მეუბნება ერთ დღეს რომ ბლუმში მინდა მონაწილეობის მიღება. ეს ბლუმი Board Bia Bloom არის ირლანდიაში ყველაზე დიდი ფესტივალი მებაღეობისა და კვების. მცენარე მებაღეობა, კვება. აი Phoenix Park-ში იმართება, ძალიან დიდი ტერიტორიაა, ძალიან დიდი ტერიტორია. და წელს იყო მაგალითად 5 დღიანი ფესტივალია, მასშტაბს რომ მიხვდეს მაყურებელი 240,000 ადამიანი დაესწრო წელს. და ეხლა ჩვენი მიმართულება რა არის? ჩვენი მიმართულება არის ერთი დიდი სივრცე, სადაც გამოდიან ბაღის დიზაინერები და წარადგენენ თავიანთ ნამუშევარს რეალურად. და როგორი რაღაცაა იცით, რომ ამ ბაღებში არის არა ის ყოველდღიური საცხოვრებელი ბაღები. აი როგორც პოდიუმზე გამოდის მოდელი და იმას შენ გარეთ არ ჩაიცვამდეს, საყოველდღიურო არ არის ეს და რა იქ რაღაც დიზაინერი სხვანაირად ხედავს, რაღაც ades თავზე და ასე შემდეგ კი. ანუ იქ იმას პროფესიონალი ჭირდება რომ ამას მიხვდეს, ზუსტად ესეთივე არის აქაც. ანუ ჩვეულებრივი ბაღები არ არის, იქ არის რაღაცა ხედვა, რაღაცა ფერი, ფერს, მცენარეს და ასე შემდეგ და მეუბნები ჩემს რომ მეთქი ამ მისამართი შეგეშა, რანაირად, ან არ ვიცი არაფერი, არც ხედვა შეიძლება მქონდეს, იმიტომ რომ ამ პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ხედავ, მაგრამ ესე რომ ბაღის დიზაინზე წავიდე, მეთქი შენო ის არ გაქვს რა ქვია, მეც როგორ მითხრა, თავდაჯერებულობა გაკლიაო, თვითშეფასება არ გაქვსო და რას ქვიაო, ანუ არავის ნაკლებს არ გააკეთებო და მიდიო ეხლა, ანუ დავალებაა მოკლედ, უნდა გააკეთო. დავიწყეთ ერთი წელი ვეცადე რომ რაღაცნაირად მიმეწვდინა ხმა რომ გვინდა ამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ნებართვა მონაწილეობის. ხო, მან მონაწილეობა რომ მიიღო ამ კონკურსში, უნდა გაიარო კონკურსი. და მეორე წელს უკვე დავიწყეთ და გვითხრეს რომ აბა გვაჩვენეთ რა შეგიძლიათ და გამოაგზავნეთ ნიმუში, ოღონდ მივწერეთ გვიან. და დედლაინი უკვე გასული იყო და გვითხრეს რომ აი თუ რაღაცა ისეთი იყო, შეგვიძლია რომ გამონაკლისი დაუშვათ რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოვხატეთ, სურვილი გამოვხატეთ ძალიან დიდი ენთუზიაზმით, რომ აი ძალიან გვინდა. და წარმოიდგინე დედლაინი გასულია და თან როგორ ვუთხარით, იცი რომ გავრისკეთ და ძალიან ძვირად დამიჯდა მე ეგ რისკი. მზად გვაქვს ყველაფერი და მონაწილეობის მიღება გვინდა. არაფერი არ მქონდა მზად. 3 ღამე გავათენე რომ ჯერ რომ ესწავლა, ხე როგორ დავსვა და ვის როგორ დავსვა, რა ქვია, მცენარე როგორ დავსვა ბაღზე. და მე თან ესე არ არის რომ უბრალოდ ბაღი გააკეთე და იმას თავის კონცეფცია უნდა კონდეს წარმატებები. კი, ალბათ, ამ გადასახედიდან ალბათ ესეა. კი და ყველაზე მეტად გამიკვირდა რომ დაგვიძახეს პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე დიზაინერებთან. და ჩემ პროფესიონალები რომ მეთქი ანუ მიგვიღეს და თვითონ მგონი არ ვიცი მიგვიღეს და მივდივართ და არ ვიცით ჩვენი გვართ თუ არა ამის ნაწილი. და უკვე იქ რომ მივედით და მოგცეს მოსაწვევები ჩვენი მომხმარებლების იმის მოგცეს რაღაცა გაიდლაინები მთელი ანუ სამოქმედო გეგმები და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე მივხვდით რომ იქ ვართ. და აი უნდა გენახა, აი რაღაცა პირველკლასელი ბავშვივით, ანუ ირლანდიაში ალბათ იცით მაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს, რომ რაღაცა თუ არის მოთხოვნა, ესე ძალიან ჩაკირკიტება არ იციან მაგალითად, ხო აი სამუშაო უფლება თუ გჭირდება, დახედავენ სამუშაო უფლება არის, იქ არ უყურებს შეიძლება სახელიც კი სხვა ეწეროს, მაგრამ დიდად არ აქცევენ ყურადღებას. მე წაღებული მქონდა აი თანამშრომლების ყველაფერი დეტალებში რაღაცა ცნობები წარმოისინისინ და როგორ არის რომ თან დახარისხებული მაქვს ფურცლებში რომ მეთქი აი რომ ვიღაცამ რომ მითხას უცბად გადაუშალო და ვაჩვენო და ერთი დოკუმენტი არ უთხოვი არავის. მე მგონია რომ ცვლილებების გაკეთება არ შეიძლება და მე ყველაფერს ვაკეთებ რომ ცვლილებები არ გავაკეთოთ მიუხედავად იმისა რომ რაღაცები არ მომწონს. ბოლო დღეს თითქმის წინა დღეს ვიღებ რომ ცვლილებების გაკეთება შეიძლება და მიყირავდება ყველაფერი იმიტომ რომ არ მომწონს ის ყველაფერი რაც რეალურად გამოდის და ყველა მებაღი აკეთებს მაგას ცვლის ხო და მე არ ვიცი რომ შემიძლია და ბოლო დღეს მეუბნება კოორდინატორი რომ შეგიძლია და ბოლო დღეს ვცვლით და ბიჭები კიდე აი წარმოიდგინეთ რომ ანუ ჩვენ კომპანიაში ქართველები ვმუშაობთ
არც თუ ისე ცოტა. და ჩემთანაც ქართველები უმუშაობდით ამ ბლუმზე ძირითადად ჩვენი გაკეთებულია და აი იგივე გიორგის უყურებდი გიო დღეს ბრძოლი მჭირდება და გუში ხომ მითხარი რომ აქ ჭირდებოდა გიორგი მონება დაკავებული მეთქი კი მითხარი გუშინ მაგრამ მაინც ჭირ აი რაღაცას ვიზავთ აი ეს გაგება და ეს მხარდაჭერა რო არ ყოფილიყო ჩვენ რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გავაკეთებდით და საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ ჟიური რომ მოვიდა და უკვე შედეგები რო გახდა ცნობილი გვეუბნებიან მე არაფერს არ ველი საერთოდ რომ მეთქი ოღონდ არ გვითხრან რომ მომავალ წელს აქ არ დაგინახოთ და ეგ უკვე დიდი წარმატება იქნებოდა თუ გვეტყვიან რომ აი თუ გინდათ მომავალ წელსაც სცადეთ და ამ დროს მოდის ჟიური და გვაძლევს ბრინჯაოს მედალს. მეთქი მედალი რა ხდება რანაირად? ხედავ შენ თავს. ხო, ძალიან მაგარი რამეა. ხედავ შენ თავს ამ კუთხით? აი სიმართლე რომ გითხრა რომ ეხა ძალიან ჩემი პროფესია თქო არა, მაგრამ იმდენად აზარტულია რომ აი რაღაცას რო აკეთებ და გამოდის. მომავალ წელს ვერცხლი მინდა სიმართლე რომ გითხრა უფრო არ მინდა, მაგრამ მომავალ წელს ვაპირებ რომ გავაკეთო ქართული თემატიკით. ოღონდ რა თქმა უნდა ეს რაღაცა ქართული ტურისტული კუთხე არა. მეგრული ეზოები მაქვს ნანა. სამეგრელოში. კი. ინსპირაციად გამოგადგება. მე როგორც მეგრელი. კი. და აი ისეთი რაღაც მინდა ლაიტმოტივად გასდევდეს, რაც საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოს დონეს გაუსვამს ხაზს მსოფლიო დონეზე, მსოფლიო ასპარეზზე. ანუ ვიღაცა რომ ნახავს ამ ბაღის სახელს მიხვდება რომ ეს ქვეყანა არის ძალიან მაგარი ქვეყანა იმ ამბავში რასაც მე ვაპირებ და დიდი იმედი მაქვს რომ გამომივა და დიდი იმედი ამასაც გილოცა მართლა ძალიან დიდი წარმატებაა ეს ყველაფერი მით უმეტეს არ იყავი ამ სფეროში პროფესიონალი ანუ ესე ვთქვათ რა არც ვარ ჯერ კიდე ხო და ამ ხოლმე წარმატებას მიაღწი კახი რა მინდა კითხო ეხლა ცოტა იქ წავიდეთ ბოლოსკენ რა მინდა კითხო გამართლა შენმა მიზანმა ემიგრაციაში ანუ ამართლებს ბედნიერი ხარ აქ ყოფნით აი რა არის ბედნიერება შენთვის და ხარ თუ არა ბედნიერი ახლა? არ მინდა რომ მაყურებელი ასე ვთქვათ დავამწუხრო, მაგრამ აი მე მგონია რომ ძალიან პატარ-პატარა ბედნიერებებს თუ არ ჩავთვლით, აი ზოგადად მთლიანობაში თუ ავიღოთ მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველაფრის ღმერთის რაც მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს შეიძლება ესაკუთროს. ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრის, მაგრამ ბედნიერება ჩემთვის მაინც აი ახმეტის დუბლინზე შედარებით ულამაზო ქუჩებში რო გავივლი, აი ის არის ჩემი ბედნიერება. აი მაღაზიაში რო შევალ და ვიღაც რომ მეუბნება რომ გამარჯობა, ან არ მეუბნება და თუნდაც ესეთი სახით მიყურებს და ვიცი რომ ქართველია ეგ მირჩევნია, აი ეგ არის ჩემთვის, აი ესეთი წვრილმანებია ჩემთვის ბედნიერება, მაგრამ მე რაშიც ძალიან გამიმართლა ირლანდიაში არის ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან ერთად ხარ და ვისთან ერთად ატარებ დროს გარემოცვა. როდესაც აქ ჩამოვედი, პირველად CTV-ში ვიყავი და ყველა მიცის ეს CTV-ი, როგორი სიტუაცია იყო, რომ შევედი, მეგონა რომ მეთქი ახმეტიდან ჩამოვედი, ახმეტაში ჩავედი თუ რა ხდება. ახმეტაშიც არ ჩახვედი. ელი ახმეტა იქ იყო. ან ყველა იქ ვიყავით ახმეტელი ძალიან ბევრი ვიყავით და იქ იყვნენ ორი ბიჭი ქისტები რომლებთანაც მქონდა როგორი კვეთა ის როგორც ახალგაზრდულ მუშაკს რაღაც კვეთა გქონია ჩვენ ორგანიზაციასთან ჩემი ძმაკაცები იყვნენ და ვიცოდით ერთმანეთი და მაშინ ჩემთან ისეთი სიტუაცია იყო რომ ადამიანებს ეძინათ სკამებზე CTV-ში და ან მე რა თქმა უნდა იქ ყველა საწოლი დაკავებული იყო და მე მიწევდა სკამებზე დაწოლა და ბიჭებმა მითხრეს რომ არ არსებობს სკამზე როგორ უნდა დაწვე და მაგით ჰქონდათ ორი მატრასი და ორ მატრასზე ვიწექით სამნი და კიდე ერთი ბიჭი იყო რომელმაც და ეს სამი ადამიანი იყო მხოლოდ და ის ბიჭიც მეუბნებოდა ხოლმე რომ დღის განმავლობაში თუ მოგინდება ჩემს საწოლზე როცა გინდა როგორც გინდა დაწექი მაგრამ რა უკვე იქ სამნი ვიყავით და აი მე 4 წელია უკვე ჩვენ სამნი იმ ორი მატრასიდან მოვდივართ ერთად დღესაც ერთად ხო აი მაგმწარე პერიოდს თუ ესე გაივლი მაგრამ თუ პერიოდს დღესაც ერთად ცხოვრობთ და აი მართლა ძალიან ისეთი ოჯახური სიტუაცია გვაქვს და ეხლა უკვე შედარებით კარგად ცხოვრობთ ასე ვთქვათ სამი საძინებელი გვაქვს ყველას ჩვენი და მატრას ნახევარ მატრას არ ვიყავთ და ეს რო არ ყოფილიყო კი აი დავლაგდით ეს რო არ ყოფილიყო აი რო არ ყოფილიყვნენ ჩემი მეგობრები იგივე კომპანიაში მაგ აი გიორგის მხარდაჭერა რო არ ყოფილიყო და ადამიანების მხარდაჭერა რო არ ყოფილიყო შეიძლება ფიზიკურად და ფსიქიკურად ვერ გამეძლო ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ამიტომ შენ კითხავს რომ გავცე პასუხი შეიძლება სრულყოფილად ბედნიერი ვერ ვარ, იმიტომ რომ ამისთვის საქართველოა საჭირო, მე რო სრულყოფილად ბედნიერი ვიყო, მაგრამ მადლობელი ვარ, კმაყოფილი ვარ და
იმედიანად ვარ. ბოლო სამი კითხვა რაც მინდა დაგისვა. ერთი არის ის, რომ დრო გვაქვს ძალიან ცოტა. და მოცემ პროპასუხოთ. ბლიცივით კი პასუხი. ხო, აი რა დაკარგე ემიგრაციაში? რა წაკართვა ემიგრაცია? გული. რა მოგცა ემიგრაცია? იმედი. და რა გინდა 20 წლის შემდეგ კახიზე გქონდეს სათქმელი? 20 წლის შემდეგ კახიზე მინდა მქონდეს სათქმელი, რომ ის გზა, რაც გასავლელი ჰქონდა, გაიარა ღირსეულად და 20 წელში კახი ცხოვრობს საქართველოში, რომელიც არის ევროპული, რომელიც არის ევროპულ გზაზე, სადაც არ იჭერენ ადამიანებს კომენტარების გამო, სადაც უსამართლო დარსხედან ბავშვები, ქალები ციხეში, სადაც ხელისუფლების მხარდაჭერს ადამიანის ცემა ეპატიება და ჟურნალისტს სილის გარტყმა არ ეპატიება, სადაც ხელსახოცის სროლა კრიმინალია, სადაც საკუთარი აზრის გამოთქმა კრიმინალია, სადაც ნებისმიერი განსხვავებული აზრი კრიმინალია, სადაც არ გეუბნებიან, რომ წადი ამ ქვეყნიდან. მე მინდა, რომ 20 წლის მერე კახი მთქვას, რომ ძალიან პატარა წვლილი ამ ყველაფერში შეიტანა, იმიტომ რომ ჩვენ დუბლინის ემიგრანტები ამ აქციებს და ამ ამბებს და ამ გზას შეძლების დაგვარად გვერდში ვედექით. და მე ვისურვებდი, რომ 20 წლის შემდეგ ესეც საქართველოში მე და შევხვდებით ერთმანეთს. დიდი სიამოვნებით პოდკასტი ქრისტინესთან 20 წლის შემდეგ. ნუ რაღაც დიდი მადლობა. უკვე დაბრუნებული ემიგრანტებს ჩავწერ, რომ ყოველნო კარგად რო წავალ საქართველოში, აი იქ დავიწყოთ. დიდი სიამოვნებით. კახი დიდი მადლობა. მადლობა პირიქით. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. მართლა, ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ და მადლიერი ვარ, რომ დღეს ხარ ჩვენთან. დღევანდელი ეპიზოდი აი ესეთ ფრიალურ ნოტაზე და კარგი სურვილებით დავასრულეთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი ყველა სოციალური ქსელი და გამოგვიწეროთ YouTube-ზე და შემდეგ ეპიზოდამდე. კარგად ვენდებოდეთ.